საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 91% ნდობას ეკლესიას უცხადებს. ქართულ ჯარს გამოკითხულთა 87% ენდობა პოლიციას, 84% პრეზიდენტის სოფის, 65% ქართულ მედიას, 64 მინისტრთა კაბინეტს, 62 პარლამენტს, 65 განათლების სისტემას, 52 სასამართლოს კი 59% უცხადებს ნდობას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI საქართველოში კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვა 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა და მასში 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროექტს ამერიკის მთავრობა და USAID ახორციელებს. კვლევის ავტორები საზოგადოების პოზიციით რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ. მოსკოვთან დიალოგს 84% უჭერს მხარს. უმრავლესობას მიაჩნია, რომ პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმართოს. IRI ქართველებს ქვეყნის ლიდერის მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის შეფასებაც თხოვა. შედეგები ასეთია. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას გამოკითხულთა 32% სრულად უჭერს მხარს. ნაწილობრივ ემხრობა რესპონდენტთა 24%, ეს ნაწილობრივ მიუღებელია 7%-ისთვის, კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 22%. კითხვაზე ვის შეუძლია საუკეთესოდ მართოს ქვეყანა რუსული აგრესიის შემდეგ, რესპონდენტების 46%-მა მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, პროცენტული მაჩვენებელი სხვა პოლიტიკოსებს შორის კი ასე გადანაწილდა. გიორგი თარგამაძე 6%, შალვა ნათელაშვილი 4%, ირაკლი ალასანია და ირაკლი ოქრუაშვილი თანაბრად 3%, ნინო ბურჯანაძე 2%, ზურაბ ნოღაიდელი 1%, 12%-ს კი მიაჩნია, რომ ამას ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ვერ შეძლებს. სააკაშვილის საქმიანობას 77% დადებითად აფასებს, 18% კი უარყოფითად.